ნატული გოგოლაძეს ვუპასუხოთ, მოდი, არ გიფიქრიათ, არ ღირს პარტნიორების ცვლა, ან უნდა შეეშვა საერთოდ, ან შეეგუო. ძალიან კარგი კითხვა, ჩემი აზრით. Sorry, გაციებული ვარ ჯერჯერობით კიდევ. შეეგუო, ან საერთოდ გაეშვა და იყო მარტო შენთვის იცხოვრო, მით უმეტეს შვილები გყავს უკვე, შვილიშვილებიც გყავს და თითქოს რაღა საჭიროა მამაკაცი, ხო? მით უმეტეს თუ შემოსავალი გაქვს, სახლი კარი გაქვს, საქმე გაქვს, მოგზაურობ, რაღაცი გჭირდება კაცი. მე პირადად კაცი მჭირდება სიამოვნებისთვის, სიყვარულის ურთიერთგაზიარებისთვის, კექსისთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ კექსი არ არის პირველ ხარისხოვანი, არამედ მამაკაცურ ენერგიასთან ურთიერთქმედება, ჩემთვის აი ძალიან საინტერესოა. 50 კი არა, ალბათ 100 წლისაც რო აღმოჩნდეს ისე და დავრჩე მარტო, ანუ single, ხო? აუცილებლად მაინც ვიპოვი ვიღაცას, იმიტომ რომ ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გემრიელია, კი ბატონო, გამოწვევებით სავსე შეიძლება იყოს, მაგრამ საინტერესო. მე არ ვისწრაფი რაღაცა, აი მე რაღაცას ნორმალურს მივახციე და მორჩა ეხლა დავკონსერვდე ამ დონეზე, ამ მოცემულობაში და ვუყარაულო ეხლა ამას, რომ ეს არაფერმა შემირყიოს. ის კი არა და აგერ რა 10 წელი ნაოცნები სახლი რო გამერემონტებინე, გავარემონტე და მე მომწყინდა და მივატოვე და წამოვედი, ხო? არა ვარ მე სტაბილობის მომხრე ტიპი რა. რაღაცებში კარგია სტაბილობა. შემოსავალში. მაგრამ ისიც როგორ სტაბილობა, იცის ზრდადი სტაბილობა. და დანარჩენი, ანუ მჭირდება სიახლე, მჭირდება ადამიანებთან ურთიერთქმედება, მჭირდება შეცნობა და უყურეთ მამაკაცთან ურთიერთქმედებაში საკუთარ თავს უფრო კარგად და ღრმად შევიცნობთ და შევიცნობთ იმ ადამიანსაც და მინდა გითხრათ, რომ პარტნიორების გამოცვლა კი საზოგადოებაში თითქოს აიმე და ეს მოდი დავიხოკოთ ახლა ყველაფერი და გავუბედურდეთ თუ კი გამოცვლა მომიწია, მაგრამ აი ეხლა პოსტფაქტუმ ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, გაცილებით უფრო საინტერესო იყო ვიდრე ვთქვათ ერთ ადამიანთან რომ მეცხოვრა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ვისაც მთელი ცხოვრება ერთი პარტნიორი ყავს, რომ იმათ რაღაცნაირად ვაკნინებ, არა. თუ კი ეს არ ვფიქრობ, რომ ვაკნინებ ან რაღაცა, არაფერი მსგავსი, თუ ადამიანებს ესეთი მოცემულობა აქვთ და კმაყოფილები არიან ამ მოცემულობით და უბრალოდ რაღაცა ერთმანეთის ატანის რეჟიმში არ არიან, არამედ კარგად არიან ერთად, ეს ძალიან დიდი გამართლებაა და შვენიერია თუ ასე ხართ. ან თუ გამართლება არ არის და ორივე მიზანმიმართულად ფაქტობრივად ყოველდღიურად ერთმანეთს ირჩევდა და ურთიერთობებზე მიზანმიმართულად მუშაობდნენ და ამის ხარჯზე არიან ერთად და კარგად. ესეც ძალიან დიდი მიღწევაა და აი რეალურად ყოჩაღთ ვიტყვი და ქეც მოვიღრი ასეთი ადამიანების წინაშე. მაგრამ აი ჩემი გადმოსახედიდან, ხო? ვერ ვიტყვი, რომ უინტერესო იყო პირველ მეუღლესთან ცხოვრება, მაგრამ როდესაც მე გამოვცალკევდი და ცხოვრების წინაშე დავდექი face to face, მანამდე ვიყავი მის უკან. მერე დავდექი ცხოვრების წინაშე face to face. ეს მემწყუროდა, მინდოდა. და ეხლა ვხდები პოსტფაქტუმ და ძალიან ძნელი აღმოჩნდა, ძალიან დიდი სტრესია ეს. თუნდაც მარტო შენ თავზე და შენს ცხოვრებაზე და შენს კომფორტზე და შენს მიღწევებზე ცხოვრების დონეზე აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ შევძელი მე ეს, კმაყოფილი ვარ, თუმცა დიდი სტრესია უდაოდ და იმასთან შედარებით, ვიდრე როცა მეუღლე იყო ცხოვრების წინაშე და მე მის უკან, პირველ მეუღლეს გულისხმობ, კლასიკური ტრადიციული ოჯახი გქონდა. სადაც მამაკაცი ფულს შველობს, დედაკაცი კუხნიაშია. მთლად კუხნიაში არ ვიყავი, მაგრამ anyway რა. მაგრამ ყოველ ახალ პარტნიორთან ერთად ცხოვრება, თითქოს ერთ ცხოვრებაში რამოდენიმე ცხოვრებას ცხოვრობ მე აი ასეთი და არც თუ ისე საშინელი რაღაცა არის, საშინელი
გრუზინული მენტალიტეტის კუთხით პარტნიორების გამოცვლა აფერი ისეთი პირიქით ძალიან საინტერესო. ოკეი, რა მინდოდა კიდევ მეთქვა? ხო, ცვლასთან დაკავშირებით. იმას განვიხილავ, რომ ჩემთვის რომ მარტო დავრჩე და მარტო ვიცხოვრო კაცის გარეშე, ეს ვერსია არ განიხილება, ზოდიაქოშიც კი ესია. ხო? ჩემს ზოდიაქოში რო გამიშიფრეს, ხოლო რაც შეეხება შეგუებას, აი აქ ისე ვინც შეეგუა ამას, არის ფიქრობთ, რომ იმათ ან ვაკნინებ, ან ვაკრიტიკებ, ან ვაღადავებ, ან რაღაცა, ხო? ფაქტია, რომ მე ვერ შევძელი ეს, უბრალოდ ვერ შევძელი კი არა, აი დამანგრეველი იყო ჩემთვის პირველ ქორწინებაშიც ეს, აი ფაქტობრივად კი რაღაც ფიზიკურად გავნადგურდი ჩემივე შინაგანი განცდებისაგან, იმდენად ძნელი იყო ეს ჩემთვის და მე მაგ ყველაფრის გამო იგი ერთწლიანი დეპრესია მქონდა, ფსიქოლოგთან ვიარე და ერთ სიტყვით მერე დაიწყო ჩემი განვითარება რა. და მერეც ეხლაც ბოლოს ხო? 1 წლის უკან ბალიზე რო ვიყავ, მქონდა საშინელი ბრონქიტი. ისევ მაგ თემის გამო, როდესაც აღმოჩნდა, რომ ადამიანმა გიღალატა და აი გონებით რო გადავწყვიტე, რომ რა მოხდა, რა მოხდა სახში, საჭმელი არ ქონდა, წავიდა კაფეში ჭამა ადამიანმა. აი ესე რომ მივუდგეთ ამ თემას, ხო? ვცადე. მაგრამ ჩემმა სხეულმა როგორი ბოიკოტი გამომიცხადა, იცით? რომ აი 2 კვირა თითქოს აი მაგ პროცესში ვიყავი, რომ რა მოხდა, არა უშავს, დავხუჭავ, კი გაბრაზებული, კი მეწყინა, კი რაღაცა, მაგრამ არა უშავს, იქნება მეტი მოთმინება, მეტი მიმღებლობა, მეტი ეს დაკიდება, მეტი გატარება, იქნებ და ვერა, სხეული ამიჯანყდა და ისეთნაირად, რომ მასთან ერთად ვეღარ გავჩერდი და ცალკე გადავედი. და აი 1 წლის უკან ეხლა მაქვს ბრონქიტი და 1 წლის უკან მქონდა მაშინ ბალიზე საშინელი ბრონქიტი. თითქოს გაციებით დაიწყო, მე ალერგია მეკონა, მაგრამ ბრონქები ეს არის ჩვენი სიყვარულის ცენტრი, სიყვარულის ჩაკრა, ემოციების ჩაკრა და მოგეხსენებათ. ეხლა რატომ აქვს? ეხლაც რაღაცა ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გავდივარ. აი მაშინ ხო უბრალოდ გავეცალე ადამიანს და ესე აი ამ განშორების ტკივილს ვიშუშებდი ჩემი კოლეგების მეშვეობით და იმ ცოდნისა და ტექნიკების მეშვეობით, რაც ფსიქოლოგიაში გვაქვს და ეხლა უკვე საკმაოდ რესურსული ვარ, რომ ამ თემაზე იოლად ვილაპარაკო და ეხლა 1 თვის უკან გამოვამჟღავნე ეს ამბავი და ხალხს როგორია, რომ ეხლა დავშორდით. 1 წელი გავიდა თითქმის, კაი, 11 თვე გავიდა მის მერე. ამიტომ არ გეგონოთ, რომ აი ეხლა დავშორდი და ეხლა ამაზე ესე იოლად ლაპარაკობ. არა, ძალიან მткиოდა, ძალიან ისე ვიყავი, ხა ვინც ჩემს ახლოს არის, იმათმა კი იციან. მაგრამ ოკეი, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, ხო? გლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, ნათქვამია და ხა იმის შიშით რომ ვაიმე ერთად არ ვიქნებით და ვაიმე ვიღაცამ არ მიღალატოს, არ დაიწყო ურთიერთობებში, არ შეხვიდე, სისულელე იქნება. მithumetes რომ ჩვენ თავიდან მეორევას გქონდა გააზრებული, რომ ეს ყველაფერი დროებითია. აი პარტნიორის ღალატთან, ანუ ღალატი ახლა მეორე სხირად ცოლი სხვა არის, სამშობლო ხო არ არის რომ უღალატო. ესეთი ღადაობა არსებობს და ძალიან ისეთი სიტყვა მძიმე და გრანდიოზული ღალატი, ხო? აი, ოკეი, რომ შენს პარტნიორს სხვა ადამიანი მოუნდა, თუნდაც უბრალოდ მხოლოდ ხორციელად. და ეს დაიკიდე, ეს გაატარე. რაღაცების გამო. სიყვარულის გამო, იმის გამო რომ მარტო არ შეგიძლია, იმის გამო რომ სტატუსი, იმის გამო რომ ფინანსურად ხარ, ბავშვების გამო, მშობლების გამო, მეზობლების გამო, ესეც ხდება. ჩემი აზრით, ვისაც გონია რომ დაიკიდა,
თავს იტყუებს. შეიძლება ვწდებოდე. არ ვამბობ, რომ ეს ჩემი აზრი საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტება, აი თქვენს გულში მინდა რომ ჩაგახედოთ და ჩემი აზრით ყოველთვის მაინც არის წყენა, ყოველთვის მაინც არის ამ თემასთან დაკავშირებული ტკივილი და როცა ამ ტკივილის და წყენის რაც არ უნდა დაამუშაო, იცით რა, ტკივილი და წყენა შეიძლება რომ გაუშვა, მაგრამ უნდობლობა არის. და როცა ურთიერთობებში უნდობლობაა, ძალიან ძნელი ხდება ურთიერთობები, იმ სილაღეს, იმ სიახლოვეს, იმ გახსნილობას, იმ 100%-იან ნდობას კარგავ. და ვეღარ არის ურთიერთობები, აი როგორც გატეხილ ჭიქაში რასადეს ვეღარ ჩაასხავ რაღაცა ცივი წყალი შეგიძლია, მაგრამ ჩაის და ყავას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ სრულფასოვნად არ გადგება უკვე ეს ჭიქა. მხოლოდ დეკორატიული ეს აქვს დანიშნულება და რაღაცა ციმციმად ძალიან გაფრთხილებით ხანდახან ცივ წყალს ჩაასხავ, მაგრამ პირდაპირ დანიშნულებით ვეღარ იყენებ. წებოს გააჩნიაო მეტყვით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მყიფე ხდება ეს ჭიქა და ურთიერთობებიც სწორედ ასეა, მომწონს ეს ალეგორია. თქვენ რას ფიქრობთ, მითხარით აბა? ხო და რომ დაიკიდო შეეგუო, აი მგონია რომ აი ეს დისკომფორტი რჩება და იგივე იმ ტკივილს და წყენასაც ალბათ 99% ვერ იშორებს და ვერ თავისუფლდება ამისგან, ვინც ურთიერთობებში რჩება და მერე როგორც წესი, გამარჯობა დაავადებებო, გამარჯობა ონკოლოგია, გამარჯობა ინფარქტი, ინსულტი. ხო, დროზე ადრე 70-75 წელზე ადრე ეს რაღაცები არ უნდა ემართებოდეს ადამიანებს. კაი, ხო, სხეული დაძველდა, მაგრამ არა, ფაქტია რომ ასე არ ხდება, გაცილებით უფრო მალე ხდება და დაიწვა და ჩამოიყვენთა ადამიანი, იმიტომ რომ ამ ტკივილს ატარებდა შიგნით და მეორეს მხრივ კიდევ მე რასაც ვუყურებ, ჩემი გამოცდილებიდან იმის გარშემომყოფების, კლიენტების გამოცდილ რამდენი ადამიანის ამბავი ვიცი, ხო წარმოგიდგენიათ. და ერთხელ რო გააკეთებს პარტნიორი ამას და თვალებს დახუჭავ და გაატარებ რა არ გაეყრები თორე, არ დაშორდები თორე შეიძლება ეჭხუბო, იტიროს, ცემო, რა ვიცი, კიდევ რაღაცა. მაგრამ ერთად დარჩით, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში მის ფსიქიკაში ცნობიერად თუ ქვეცნობიერად რჩება ჩანაწერი, რომ მე შემიძლია გავაკეთო, ამას შეიძლება რაღაცა ისინი მოყვეს, მაგრამ პაბალშომუ შოტუ, რო ვთქვათ, საბოლოო ჯამში აქვს ინდულგენცია, რომ რაც არ უნდა, სადაც არ უნდა წაიგულავოს, ეს არსად არ გაიქცევა, ეს შეჭამს, ეს გადაყლაპავს, ეს მიიღებს და უფრო გაბედულად აკეთებს მეორე და მესამე ჯერს, არა, ესე არ არის? ის კი არა, რომ აი მე მქონდა ესეთი წარმოდგენა, რომ ადამიანი შეიძლება ერთხელ შეცდეს, ამიტომ ერთხელ რო აპატიო, it's okay. აუხსნა, დაელაპარაკო, დასაჯო, bla bla bla. მაგრამ მეორედ თუ მოხდა, უკვე და შეიძლება რომ გაიგოს, აი ერთხელ შეცდეთ, მეორედ არ შეცდებ. რა მეორედ არ შეცდება? შეცდება. გამოდის რომ შეცდება და ეს არის გაცილებით უფრო ტკივნეული მე რომ აი ის რო გადაყლაპე და აპატიე და კიდე უარესი რო გაგიკეთა. ხო და ერთის აი ჩემს წინაშე დღესდღეობით დგას აი ეს დილემა დამეხმარეთ. ახალი ის მინდა ერთგვარი კონსტრუქცია შევქმნა, რომლის მიხედვითაც ვიცხოვრებ. ჩვენ ხო რაღაცა კონსტრუქციები გვაქვს, აი წარმოდგენა ამას ესე ამ შემთხვევაში ამ და ესე ცხოვრობ რა, რაღაცა ეს ფასეულობები, რწმუნებულებები ჩვენ. და ესე იგი ახალი კონსტრუქცია მინდა რომ შევქმნა ამ საკითხთან მიმართებაში, რომ ჩემთვის არ ვამბობ სხვებისთვის, ჩემთვის რომ ვცადო ასე ცხოვრება და ეს როგორი იქნება, თუ შევძლებ, თუ გამომივა, თუ იქნება ის წარმატებული კონსტრუქცია
და მე თუ იქნება წარმატებული, მე სხვებს გაუზიარებ. ხო და ერთის მხრივ, ესე იგი, ადამიანები პოლიგამურები არიან და კაცებს რო გონიათ რომ თვითონ არიან პოლიგამურები და ქალებიან, არ არსებობს ბუნებაში მოცემულობა ერთი და იგივე სახეობა, ნებისმიერი ცხოველი, მწერი, მცენარე, რა ვიცი, მცენარეზე ვღადაობ, რა თქმა უნდა. ძირითადად ცხოველთა სამყაროდან, ხო, რომ ერთი და იგივე სახეობა, ერთი პოლიგამური იყოს და მეორე მონოგამური. არ არსებობს. ან არის, იშვიათი გამონაკლისი ცხოველთა სამყაროში, სადაც არის მონოგამია, სადაც ერთხელ ირჩევენ პარტნიორები ერთმანეთს, ქალი და კაცი, მდედრი და მამრი და ერთად არიან და დანარჩენი არის პოლიგამია, ხო? იშვიათი გამონაკლისია, მე მგონი ეს არის მგელი, პინგვინი და გედი, ესენი ვიცი. თქვენ თუ იცით სხვები დამიწერეთ ისე. მე აი ეს მახსენდება. დანარჩენი არის პოლიგამია. მდედრების და მამრების მხრიდანაც. ოკეი. და თუ კი არის ესე იგი, აი ეს 100-დან ალბათ 1% კი არა, ალბათ 0.1% მონოგამიური ადამიანებისა და დანარჩენი 99.9% პოლიგამიურები არიან. ესე იგი, გამოდის რომ 99.9% ალბათობით გარანტირებული გაქვს, რომ ადრე თუ გიან შენი პარტნიორი გიღალატებს. ანუ კაი, ხო. ცოლის სამშობლო არ არის, არც ქმარი. სხვასთან გაიგულავებს. შეიძლება გაიგო, შეიძლება არ გაიგო და აი რა მოსაზრების, რა ფასეულობის, რა კონსტრუქციის, ხა მენტალურ კონსტრუქციას გულისხმობ, ხარჯზე უნდა ეს ადვილად მიიღო და გადახარშო, ისე რომ ეს შენში არც წყენას, არც ტკივილს, არც იმედგაცრუებას, არც პარტნიორისადმი გულისაცრუებას, აი არაფერს არ ცვლიდეს. აი როგორც კაფეში დღეს ჩემმა პარტნიორმა კაფეში ისადილა, ეს რამეს ცვლის? არა. აი ეგრე რომ არაფერი არ შეცვალოს. რა უნდა იყოს შენს შიგნით ეგეთი? მე ჯერ ვერ ვიპოვე, აი ალალად გახსნილად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად აი ეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები არის მთელი ჩემი ცხოვრების ამოცანა, რომელიც ჯერ ვერ ამოვხსენი. რო ამოვხსნი, გაგიზიარებთ დიდი სიამოვნებით. თუ აი რა, როგორ? არ ვიცი, მომწერეთ, ვიმსჯელოთ ამაზე, ერთად ვიპოვოთ რაღაცა ისეთი საინტერესო დასკვნა და ალგორითმი და კონსტრუქცია, როგორც დავარქვი, სადაც ეს არც ერთ არა მაქვს მხოლოდ ქალებზე საუბარი. მამაკაცებსაც ღალატობენ და მამაკაცებიც იგივენაირად მწარედ განიცდიან და იგივენაირ გულგაცრუებულები რჩებიან. ხო და მოდი მოვიფიქროთ ერთად. თუ დამიკომენტარებთ ხომ ძალიან კარგი. თუ კომენტარში არა პირადში მომწერეთ, გთხოვთ აი თქვენი მაგალითი, თუ თქვენ ეს მოცემულობა, როცა პარტნიორმა გიღალატათ და ეს გადახარშეთ და 100%-ით აი ამან არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა თქვენზე. ის კი არა და შეიძლება ის აი ყოველდღიურად თუ არა და დღე-გამოშვებით ვიღაცაებთან მიდის, ხო, ამ პროცესისათვის ინტიმური და შენთვის ესე ოკეი არის. თავს კი არ იტყუებ, მართლა ოკეია. და რა მოხდა მე რა? სხვა კაფეში ჭამა, სხვა მზარეულმა მოუმზადა საჭმელი ჩემს პარტნიორს რა მოხდა და ესე ძალიან იოლად იღებთ. აი რის ხარჯზე როგორ მასწავლეთ, გთხოვთ. you